გონიოს ციხის მრავალსაუკუნოვანმა ისტორიულმა გარემომ ქართული ენის, კულტურისა და ეროვნული იდენტობისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა. სტუმრებმა მრავალფეროვანი კულტურული და საგანმანათლებლო პროგრამა იხილეს. გაიმართა ფოლკლორული და თეატრალური წარმოდგენები. ქართული საბრძოლო ხელოვნების ჩვენება და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ღია სახალისო ფეხბურთის პროგრამა. ღონისძიება წმინდა მოციქულ მატათას საფლავთან პარაკლისით დაიწყო, რის შემდეგაც პროექტის არ დავივიწყოთ ქართულის ფარგლებში თეატრალური ჩვენება ფესვები საქართველოა გაიმართა. პროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და სოციალურ-საგანმანათლებლო ორგანიზაცია მომავლის პალიტრას შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ჩატარდა. მასში მონაწილეობა აფხაზეთიდან დევნილმა 30-მა ახალგაზრდამ მიიღო. მათთვის მოეწყო შემეცნებითი გასართობი ტური, რომლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. უნდა დავიცვა ჩვენი ისტორიული საგანძური და ღმერთმა ქნას, რომ ერთობლივი ძალისხმევი ჩვენი უწმინდესის ლოცვა-კურთხევი ძალიან მალე გვეზე იმოს და პარაკლისი აღვივლინოს კომანში წმინდა სიმონ კანანელის საფლავზე. დასაფასებელია ყველაფერი ის, რაცაც აკეთებენ ადამიანები, რომ ეს სულისკვეთება აი ამ კუთხეში ჩვენ ულამაზეს აჭარაში მთელ საქართველოში იყოს აი ესე დაფასებული და შენარჩუნებული. პრეზენტაცია, რომელიც დღეს თქვენ იხილეთ, ეს არის თეატრალური ჩვენება ღონისძიებათა ციკლის ფარგლებში ფესვები საქართველოა. ეს არის გზა ილია მართლიდან ილია მეორემდე. მინდა უდიდესი მადლობა გადაუხადო მხარდაჭერისთვის აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს. ღონისძიების არ დავივიწყოთ ქართულის მთავარი გზავნილი ქართული ენის, კულტურისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნება და მათი მომავალი თაობისთვის გადაცემა იყო. ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ. სახელმწიფო სამშვიდობო სტრატეგიაში ამ ბოლო პერიოდში აქტიურად ჩაერთო ახალგაზრდები, განსაკუთრებულად აკადემიური წრის წარმომადგენლები, მაგრამ ბოლო 3 დღის ღონისძიებმა გვაჩვენა, რომ ასაკი არ აქვს. საჯარო სკოლის მოსწავლეები, უმცროს სასაკელები, უფროსები თავისუფლად ერთვებიან და მათი სურვილია, რომ ისინი გახდნენ მშვიდობის მშენებლობის მონაწილეები. ჩვენმა ანსამბლმა ჩანგმა მიიღო ამ საუკეთესო პროექტში მონაწილეობა. ძალიან კარგი იყო, ძალიან მომეწონა, ჯერ გარემო და ძალიან ბევრი მეგობარიც შევიძინე. ბავშვებს ჩუქრები დაგვირიგეს და ვიყავით ექსკურსიაზეც. ჩვენ ბევრი გავაერთეთ და მოგვეწონა დღევანდელი დღე. მადლობა ჩვენ ორგანიზატორებს. აჭარაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ორგანიზებით რამდენიმე დღის განმავლობაში სხვადასხვა სამშვიდობო და ახალგაზრდული პროექტი გაიმართა. ინიციატივების მთავარი მიზანი ქართულ-აფხაზური ურთიერთობების გაძლიერება, ახალგაზრდების დაახლოება და ისტორიული მეხსიერების შენარჩუნება იყო.